აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა გარდა რუსეთთან დაპირისპირებისა ფორმალურად მაინც ხო გამოწვეულია ეთნოკონფლიქტი. აფხაზეთში და სამაჩაბლოში 100% ქართველები რო ცხოვრობდნენ, ეგ კონფლიქტი აღარ მოხდებოდა. ხომ ასეა? იმიტომ არა გვაქვს სამეგრელოში ალბათ, ხო? იმიტომ არა გვაქვს სვანეთში, იმიტომ არა გვაქვს სხვა რეგიონებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ. შეიძლება იქაც ყოფილიყო, მაგრამ ძალიან გაუჭირდებოდა. ხომ ასეა? გაურთულდებოდა მოწინააღმდეგეს იმ ამოცანის შესრულება. აფხაზეთში და სამაჩაბლოში იმიტომ მოახერხა რუსეთმა მაგ კონფლიქტის გაღვივება, რომ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობდნენ მან. ჯამში რო აიღო აფხაზი და ოსი სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან 150,000 არ იქნებია. ანუ 150,000 ადამიანი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ორი რეგიონი დაგეკარგა. და 400,000 ადამიანი რო დაგემატა. ამ აფხაზებთან, ოსებთან რაღაც საერთო ისტორია მაინც გვაქვს და რწმენა და რაღაც კულტურული სიახლოვე და 400,000 ადამიანი რო დაგემატა ბანგლადეშიდან, ირანიდან, არაბეთიდან, ანუ იქიდან არანაირი საფრთხე არ არის. აი ხვალ რო დაგეძაბოს ურთიერთობა, მაგ ძალას არ გამოიყენებენ შენ წინააღმდეგ?